მაგარი დღეა. დღე, როდესაც რომელიც სამსია მოგონებებით, ემოციებით, იმედებით. დღეს ზუგდიდის მეათე საჯარო სკოლა აცილებს კიდევ ერთ მე-12 კლასს. საუკეთესო ბავშვებს, the best, cool ბავშვებს, ჭკვიანებს, ხალისიანებს. საღამო მშვიდობისა, აღტაცებისა და ემოციებისა, დასასრულის დიდი დასაწყისისა. ყველაფერ ლამაზ აქვს თავისი ისტორია. ეს დღეს ლამაზ დაიკიძება მეათე საჯარო სკოლის მემორიაში. კალენდრებიდან დაგდაწყდა და კურსები შორს გაფრინდება. კიდევ ბევრჯერაც შევდება თეთრი პერანგები. ბოლოს არის წრიალებს. დღეს ჩვენი ხმები ავსებს სივრცეს, თქვენს გულებს, დიდ ბავშვობას და დიდებული თვალებით რომ უყურებთ მარად. დროა ვიზეიმოთ ეს წუთები ერთად. სმენა დავატყობოთ თქვენი სიმღერით. გთხოვთ. მივეგებოთ ტაში. სანამ ჩვენი მოსწავლეები ემზადებიან აჭარულისთვის, ხორმების ამბავი აქვს, ჩვენთან სტუმრად იმყოფებიან რესურს ცენტრის ხელმძღვანელი, ჩვენი უფროსი, ბატონი მამუკაბულია. მერის მოადგილე ბატონი მაიზერნანოვა და ბოლოსთვის მოვიტოვე სპეციალურად ჩვენი სკოლის ხარდამჭერი, გულშემატკივარი და მუდამ ჩვენთან რო არის გულით, ბატონი ლაშა გვასალია. ძალიან ბევრი სტუმარი ყავს დღეს და ძალიან ბევრ სტუმარს უნდა მოვაწონოთ თავი. არ ვიცი ახლა უცრებლად თუ ვიტყვი, ჩემი მეცხრე სკოლაც აქ არის. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ასევე ძალიან ბევრი სპონსორი უნდა გამოვაცხადოთ ჩვენ. არ გეგონოთ რომ ჩვენი ახალგაზრდებისთვის ჩვენი ქალაქი არ ზრუნავს. ამ ქალაქში ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს, რომელსაც უნდა რომ კეთილი მომავალი ქონდეს ჩვენს ქალაქს და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ეს ბავშვები აღიზარდონ პატრიოტები და ღირსეული მოქალაქეები. ამას კიდევ შუისთვის მოვიტოვებ. ეხლა კი ბატონ მამუკას თხოვ მიესალმოს ჩვენ სტუმრებს. მოგესალმებით, ხალბატონებო და ბატონებო, მივესალმები სახელოვანი სკოლის ადმინისტრაციას, დირექციას, მასწავლებლებს, მშობლებს, მოწვეულ სტუმრებს და რა თქმა უნდა ჩვენ ძვირფას ახალგაზრდებს, ძვირფასო მე-12 კლასელებო. მთელი გულით მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, სკოლის დამთავრება. ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა თქვენ ცხოვრებაში და არა მარტო მათ ცხოვრებაში, ალბათ თითოეული ჩვენთაგანისთვის, ჩვენი ოჯახებისთვის, მათი ოჯახებისთვის. იწყება მათთვის ძალიან საინტერესო ეტაპი ცხოვრების, სადაც იშლება მთელი არეალი შესაძლებლობების. მინდა მათ უსურვო სიმტკიცე, სითამამე
წმენა თავიანს შემოქმედებებში, შესაძლებლობებში. რა თქმა უნდა, როცა ვამბობთ სითამამეს, რა თქმა უნდა, ზრდილობით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ სახელოვან სკოლაში მიღებული ცოდნით